სოფლის მეურნეობის მინისტრმა მცხეთის მუნიციპალიტეტში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში შექმნით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კომბინირებული საკვების საწარმო გახსნა. საწარმოში სულ 700.000 ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 350.000 შეღავათიანი აგროკრედიტი იყო. ეკონომიკის სამინისტრომ საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიას 4.500 კვადრატულ მეტრ ფართობის მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა ნაგებობები ერთგვარად გადასცა. $150,000 იყო გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან გრანტის სახით, ამავე დროს $350,000-იანი შეღავათიანი აგროკრედიტით ირსარგება კომპანიამ საწარმოს შექმნისათვის. ეს მორიგი სტარტაპია, სულ ჯამში 154 ახალი საწარმო და 700-ზე მეტი გადაიარაღებული საწარმო გვაქვს ერთიანი აგროკრედიტის ფარგლებში. ეს საწარმო მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენთან სოფლის მეურნეობაში, მეცხოველეობის, მეღორეობის და მეფრინველეობის კუთხით ბიზნესის გაუმჯობესებას ადგილობრივი ფერმერებისათვის. საწარმო იქნება წარმატებული და კარგ მომსახურებას გაუწევს ტყეების კუთხით ჩვენს მომხმარებელს, ანუ მეცხოველეობის და მეფრინველეობის დარგში დასაქმებულ ფერმერებს.